მიკროსაფინანსო სექტორის წარმომადგენლები ითხოვენ, რომ ეროვნულ ბანკმა დაკრედიტების ზედაზღვარს კიდევ ერთხელ გადახედოს. თითქმის 1 წელია, რაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ერთმსესხებელზე 200,000 ლარამდე სესხის გაცემის უფლება მიენიჭათ. სექტორის წარმომადგენელთა ნაწილი ცვლილებების მორიგი ეტაპისთვის უკვე მზადაა. დაიწყო თუ არა საკითხის განხილვები მარეგულირებელთან და რა არგუმენტები აქვს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს? დეტალებით ქრისტინე გამთენაძე გვერდება ბიზნეს პარტნიორის ეთერში. მაია, გამარჯობა. გასული წლის მაისიდან მოყოლებული მიკროსაფინანსო სექტორში დაკრედიტების ზედაზღვარი 100-დან 200,000 ლარამდე გაიზარდა, რაც ასოციაციის შეფასებით მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი იყო სწორედ იმისა, რომ 2025 წელს მისვეების ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად დაჩქარდა. შესაბამისად, კომპანიების წარმომადგენლების თქმით, ლიმიტის ცვლილება ადეკვატური ნაბიჯი იყო, თუმცა სექტორში აღნიშნავენ იმასაც, რომ უკვე მისვეების ნაწილისთვის დაკრედიტების ლიმიტის დღეს არსებული მაქსიმალური ზედაზღვარი საკმარისი აღარ არის. სექტორის მსხვილი მოთამაშეები ახლა აქტიურად მსჯელობენ იმასთან დაკავშირებით, რომ დროა ეროვნულმა ბანკმა რეგულაციას კიდევ ერთხელ გადახედოს. სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კომპანიების მიერ სესხის გაცემის მაქსიმალური ლიმიტი მიბმული უნდა იყოს კოეფიციენტზე, განისაზღვროს გარკვეული ფინანსური პარამეტრებიდან გამომდინარე და არა აბსოლუტური ზედაზღვრიდან. საბანკო სექტორის პრაქტიკას თუ ავიღებთ, საბანკო სექტორში პრინციპში არ არსებობს ზედაზღვარი კონკრეტული სესხების გაცემის. ეს ზედაზღვარი განისაზღვრება თავად ორგანიზაციის, თქვათ, იგივე კაპიტალის ოდენობიდან გამომდინარე და კონცენტრაციის ლიმიტები არეგულირებს, თქვათ, ერთ უმცესხებელზე რა მაქსიმალური ოდენობის სესხის გაცემა არის შესაძლებელი თუ ჯამურად, თქვათ, მსხვილ უმცესხებლებზე ჯამურად რა პორტფელის გენერირებაა შესაძლებელი, ხომ? თუმცა იგივე მიკრობანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სექტორში ზღვარი არსებობს როგორც აბსოლუტურ მნიშვნელობაში და მე არ გამოვრიცხავ იმას, რომ ამას კიდე დამატებით, თქვათ, მიკრობანკებისთვის არსებობს დამატებით კონცენტრაციის ლიმიტებიც და შეიძლება ველოდოთ იმას, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებშიც გარდა ზღვრისა კიდევ დამატებით ახალი კონცენტრაციის ლიმიტებიც ვიხილოთ. შეხვედრები, რომელიც ატარებს რაღაცა ზოგად ხასიათს, იქ პერიოდულად ფიქსირდება. ასე დაიწყო ეს 200,000-მდეც ასე მივედით, რომ რამდენად მზად არის. ბუნებრივი ეროვნულ ბანკს ჭირდება, რომ გაიაზროს, გადახედოს, გარკვეული შემოწმებები აწარმოოს, თუ რამდენად პოზიტიურად და ნეგატიურად, იგივე რისკის მიმართულებით საკრედიტო რისკმა რამე ცვლილება განიცადა თუ არა და ეს ჩვენთვის მისაღები არის, ეს ჩვენთვის გასაგები არის და მას შემდეგ რაც უკვე მოხდება ეროვნული ბანკისგან გარკვეული ამ სტრუქტურის შესწავლა და გაანალიზება და მას შემდეგ რაც ჩვენი მხრიდან მოხდება სექტორისგან დადასტურება, რომ ყველაფერი რიგზეა, შესაძლებელია ამის გადახედვა და უფრო მეტიც უკვე როგორც აღვნიშნეთ, ჩვენი მხრიდან უფრო მეტი მოთხოვნა არის იმაზე, რომ მიბმული იყოს კოეფიციენტზე, არა ზედაზღვარზე. უკვე 1 წელზე მეტი გავიდა, რაც ქართულ ბაზარზე ახალი ფინანსური ინსტიტუტები, მიკრობანკები გამოჩნდნენ. მიკრობანკად გარდაქმნამ ამ კომპანიების ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. მიკრობანკებმა მომხმარებლებს უკვე აქტიურად შესთავაზეს დეპოზიტების განთავსების შესაძლებლობაც. მომავალი წლისთვის კი მიკრობანკად გარდაქმნას განიხილავენ ევროკრედიტშიც. კომპანიაში განმარტავენ, რომ ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა გარკვეულ პარამეტრებზე იქნება დამოკიდებული, მათ შორის ინვესტორების მიზნებზეც. ეს დამოკიდებულია ჩვენს იმ შესაძლებლობებზე, რომელიც გვაძლევს მიკრობანკი და რამდენად სტრატეგიულად შესაბამისობაში მოდის იგივე ბორდის, იგივე ინვესტორების გადაწყვეტილებებთან, მიზნებთან, რომელიც უკავშირდება პორტფელის და იქნება თუ სტატუსების ცვლილება. MBC-ის ზრდის ტემპიც მნიშვნელოვნად დაჩქარდა. და წელს 25 წელს ჩვენი სასესხო პორტფელი დაახლოებით 30%-ით გაიზარდა, რაც წინა წლებთან მიმართებაში მნიშვნელოვანია, თქვენ გაუმჯობესება ზრდის ტემპის. რა თქმა უნდა, ეს გარკვეულწილად იყო განპირობებული ერთის მხრივ იმით, რომ MBC-ის საშუალება მიესცა, რომ უფრო მაღალ დაკრედიტების ზღვაში ეოპერირა მთელი 25 წელი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახლა დაკრედიტების ზღვარი $1,000,000 ლარამდე ეგრევე არ გაგვიზრდია და ეტაპობრივად იზრდება ჩვენი მაქსიმალური სესხების, ასე ვთქვათ, მოცულობა, თუმცა ამან უკვე მაინც ეფექტი იქონია და ზრდის ტემპი ნამდვილად დაჩქარდა ორგანიზაციის. რაც შეეხება დანარჩენ პროდუქტებს, შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ პრინციპში ჩვენ ფაქტობრივად ლიცენზიის მიღების პირველივე დღიდან შევძელით ის, რომ ჩვენი მომხმარებლებისთვის უკვე მიმდინარე ანგარიშების გახსნა შეგვეთავაზებინა. ეხლა ბევრად უფრო აქტიურად მიდის, ასე ვთქვათ, მუშაობა იგივე სადეპოზიტო პროდუქტების დახვეწაზე.
მიკროსაფინანსო სექტორმა გასული წელი 139 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დახურა 2025 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით ბაზარზე 29 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებდა, რაც შეეხება მიკრობანკების რაოდენობას, ბაზარზე ჯერ მხოლოდ 2 მიკრობანკია. მადლობა, ქრისტინე გამთენაძე საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში.